ევროკომისიის სკანდალური აღიარებით დადგინდა, რომ NGO-ებს ლობისტური საქმიანობისთვის იყენებდნენ. ევროკავშირის სახსრები ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს. ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სტრატეგიული მიმართულებაც განსაზღვრა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო სამიზნე. ეს ჩაკეტილი სქემა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ და სამწუხაროა, რომ იგივე პროცესები გრძელდება. და ამიტომ ჩვენ ვისურვებთ ყველას მოუწოდებთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად მოიკედოს ამ საკითხს, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას გააკრიტიკონ, მთავრობას ანტიდასავლურობა დასწამონ, უზრუნველყონ საზოგადოებას განუმარტონ კონკრეტულად რაში იხარჯება ხოლმე კონკრეტული თანხები, ხო არ არის ისე, რომ ეს თანხა ხმარდება ვიღაცების გაჩუმებას, ვიღაცებისთვის კეფაში ტყვის სროლის მოწოდებას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენ რატომაც მივიღეთ თავის დროზე გამჭვირვალობის კანონი და დღეს ამ დღეებში ამერიკული კანონმდებლობა სწორედ ამას ემსახურება, რომ მსგავსი სქემები საზოგადოებისთვის იყოს ნაცნობი, მსგავსი სქემებით ჩვენ ვიცოდეთ რეალურად კონკრეტული უწყებების, კონკრეტული ორგანიზაციების სახელგვარების უკან ვინ დგას, რა პოლიტიკური ინტერესს ატარებს და ეს საზოგადოებასაც დაეხმარება, რომ მიიღოს შემდგომ ინფორმირებული სწორი გადაწყვეტილებები. პირდაპირ აღიარებს ევროკომისია ვერ გაურბის იმ პასუხისგებლობას, რომ თურმე მათგან ფინანსდებოდა თუ არ ვცდები 10 წლის განმავლობაში 9 მილიარდამდე დოლარზე იყო საუბარი, თითქოს კლიმატის ცვლილების და რაღაცა გარემოს დაცვის საკითხები უნდა დაფინანსებულიყო და პირდაპირ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობა, პირდაპირ ფინანსდებოდა მათთვის საჭირო პროპაგანდის გატარება, კონსერვატორული ხაზის ასე ვთქვათ, უგულებელყოფა და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა.